ივნისის შუა რიცხვებია, საკმაოდ დაცხა 30 გრადუსამდე ადის ტემპერატურა გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველდღია წვიმები, არის ხანმოკლე, ჟუჟუნა, ნიადაგს ღრმად ვერ ასველებს, ხეხილს ცოტა გაუჭირდება, განსაკუთრებით დაეხმარეთ ახლად ჩარგულ ნერგებს. მოგესალმებათ შაბათის მებაღე. ჩემთან ივნისი არის ვარდობის თვე და მინდა მოგიყვეთ ჩემი ვარდების შესახებ, ცოტა რამ დასახელება, აღწერილობა, როგორ იქცევიან ჩემთან ბაღში, რომ თქვენს შეძენის დროს იცოდეთ ამა თუ იმ პირობებში, ესა თუ ის ვარდი როგორ იქცევა, რა მახასიათებლები აქვს. მაშ ასე, დავიწყოთ. მოგეხსენებათ, რომ ვარდებს სჭირდებათ მზე, უყვართ თიხნარი ნიადაგი, ეს არის ჩემი როზარიუმი, ვარდები განთავსებულია სამხრეთის ღობესთან, შესაბამისად მათ ყველაზე დიდი რაოდენობით მზე ხვდებათ, მის წინ მაქვს ჩარგული როზმარინები, ლავანდულები, რომელიც ასე თუ ისე ემთხვევა ჩემთან ვარდების ყვავილობას. ვარ ყინვაგამძლეობის მე-7 ზონაში და შესაბამისად ჩემთან ყველაფერი ცოტა უფრო გვიან არის. ჩემი როზარიუმიდან მინდა განვიხილო, არის ცნობილი ინგლისელი სელექციონერის დევიდ ოსტინის Lady of Shalott, რომელიც მან 2009 წელს გამოიყვანა და ითვლება მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად. ვარდი განეკუთვნება ტიპიური ინგლისური შრაბი ვარდების კატეგორიას, სურნელიც აქვს ფანტასტიკური, ნაზი, აგრეთვე ვარდის ფორმაც ძველი ინგლისური ვარდების ფორმის არის ჯამისებრი, დაახლოებით 60 ფოთლით. ერთი თვისება აქვს ყველა ინგლისელ ვარდს, ისინი ჩვენ მზეზე, როდესაც ასაკში შედის თვითონ ბუტონი, ყვავილი, ფერს იცვლის, ხუმდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ეს სიჭრელეც არის ფანტასტიკური. უძლებს ნახევარ ჩრდილსაც, გაფანტულ ჩრდილსაც, როგორც ყველა ინგლისელი ვარდი. Lady of Shalott-ის გვერდზე გამოიჭყიდა დონ ჟუანმა. დონ ჟუანი, როგორც წესი, ჩვენ ვიცით, არის წითელი. ასეთიც იყო შეკვეთილი, მაგრამ მომივიდა ვარდისფერი. თურმე 1958 წელს იგივე სელექციონერმა, რომელმაც წითელი დონ ჟუანი გამოიყვანა, მსოფლიოს შესთავაზა ვარდისფერი. ფანტასტიკური სუნი აქვს, ძველი ვარდის, ბებიების ვარდის სუნი აქვს, ვარდის ზეთის, გამოდის უგემრიელესი მურაბა და ლიქიორი, მაგრამ ვარდი არის დაავადებებისადმი მეტად არამდგრადი, იკიდებს შავლაქიანობას, ხერხავებიც ხშირად აკითხავენ, წვიმისადმი არ არის მდგრადი. ვარდი არის კლაინბერის კატეგორია და მონაცემებში წერია, რომ მთელი ზაფხული და შემოდგომა უნდა ყვავილობდეს ჩემთან. ჯერ ასე არ იქცევა, ჯერ ახალი სტუმარია ჩემ ბაღში და იმედია ამასაც მივახცევთ, იმედია შევისწავლი ამ ვარდს კარგად და მის ნამდვილ მახასიათებლებსაც გამოვამჟღავნებ. და მავიწყდა მე თქვა, რომ გამოყვანილია იტალიელი სელექციონერის მიკელე მალანდრონეს მიერ. გრძელდება პასტელური ფერის ვარდები, ამჯერად ახალი ვარდი მყავს, ინდიგო ლეტა. ეს საკმაოდ ცნობილი ვარდია, იცნობენ აგრეთვე როგორც ცისფერი დედოფლის სახელით. გამოყვანილია ნიდერლანდებში 1991 წელს ვანდენ ლააკმა გამოიყვანა. იგი არის კლაინბერის ტიპის, 3 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს. ცნობილია მისი ამ ფერით, რომელიც მეტად ჟღავდება უფრო მოჩრდილულ ადგილზე, ნახევარჩრდილში და მეტად ამჟღავნებს თავის იისფერ ლავანდის ფერს.
აქვს აგრეთვე ტკბილი სურნელი. ყვავილობა სეზონის განმავლობაში აქვს განმეორებადი, ოღონდ ალღებად. ძალიან სასიამოვნო ვარდია. არამდგრადია შავლაქიანობის მიმართ. შემდეგი ვარდი, რომელიც მინდა გაჩვენოთ, არის ვალენტინო. იგი შექმნილია იტალიელი სელექციონერის ენრიკო ბარნის მიერ 2009-2010 წლებში ცნობილი მოდის დიზაინერის ვალენტინოს პატივსაცემად, რომელმაც შემოიღო ესეთი ფერი შექმნა ვალენტინო რედ, რომელიც ძალიან გავს უფრო ხასხასაა ბროწეულის ყვავილის ფერს. ვარდი არის ჩაის ჰიბრიდულის ტიპის, დაავადებებს იყიდებს, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება, მუდმივად ყვავილობს და როგორც ყველა ჩაის ჰიბრიდული ვარდი, ყვავილობს ერთეული ყვავილებით. მოვედით რუგოზას ტიპის ვარდთან რუგელდა, რომელიც იზრდება 2 მეტრამდე, საკმაოდ ძლიერი და ეკლიანი, ანუ სურნელი მე არ შემემჩნევია. იგი გამოყვანილია კორდესის მიერ, გერმანელი სელექციონერის 1989 წელს. ყვავილი ლიმონისფერი ყვითელი, ფურცლების კიდეებზე მოწითალო შეფერვით, კვირტები განსაკუთრებით დეკორატიულია. რა გითხრათ, ყვავის ტალღებად მთელი სეზონი, მაგრამ აქვს ეს ერთი ცუდი თვისება, ან ჩემ ვარდს აქვს ეს ცუდი თვისება, არც ერთ ვარდთან მე ეს პრობლემა არ მქონია. აქვს ძირიდან ამონაყარი, ასკილზეა დამყნილი, მე ეჭვმეპარება და ვიცი, რომ რუგოზას ტიპის ვარდებს დამყნა არ ჭირდება, თვითონ არის სამყნო მასალა. მივადექით ისევ იისფერ ლავანდისფერი შეფერილობის ყვავილს. შექმნილია Wix Roses მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში სელექციონერი ტომ კერათი. ამბობენ, რომ ეკუთვნის ფლორიბუნდას ჯგუფს, სერიოზულად ეჭვმეპარება, ჩაის ჰიბრიდული ვარდივით იქცევა ჩემთან. ყვავილების ფერი, როგორც ხედავთ, იისფერი, ლავანდისფერი, ზოგჯერ ვარდისფერია, სამნისკენ გადადის, ორმაგი საშუალო ზომის მტევნებად იზრდება. სურნელი აქვს ძლიერი, ტკბილ-ხილისებრი არომატი. არ არის მაღალი, სადღაც 80-120 სანტიმეტრით იზრდება. ყვავილება განმეორებითი, თითქმის მთელი სეზონი უყვარს სინათლე. საშუალო გამძლეობით არის დაავადებების მიმართ და შესაბამისად საკონტროლებელია ესაც. მოგეხსენებათ, ყველა ვარდი ერთდროულად არ იწყებს ყვავილობას. ეხლათ პასტელური ფერებია, ძირითადად როზარიუმში ჩემთან, შემდეგ შემოვა წითელი, ვარდისფერი და თეთრის კომბინაციები, რომელშიც მეხმარება მაგალითად პომპონელა. პომპონელა ჯერ სრულ ყვავილობაში არ არის, ჩავსვა მეხა სურათს წინა სეზონისას. როდესაც ჩემი როზარიუმი იცვლის ფერს, კიდევ დამატებით გავაკეთებ მიმოხილვას ვარდების და გაჩვენებთ სრულ ყვავილობაში უკვე ლავანდებთან ერთად. ორიოდე სიტყვა ამ პომპონელას შესახებ. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იკეთებს პომპონისებრი ყვავილებს. სელექციონერია კორდესი, 2005 წელს არის გამოყვანილი, რა თქმა უნდა, გერმანია, კორდესი ცალსახად. გერმანია არის ფლორიბუნდას ტიპის ბუჩქოვანი ვარდი, აქვს ADR-ის ხარისხის ნიშანი. ძალიან გამძლე ჯიშია, მდგრადია დაავადებების მიმართ, მუდმივად მოყვავილია, ესეთი ვარდისფერი ტონალობა აქვს, თუმცა ხუნდება, ფერს იცვლის, რაც უფრო ბერდება, არ არის მაღალი 70-120 სანტიმეტრის, თუმცა აქვს ესეთი თვისება, რომ მართალია გაზაფხულზე როგორც ნახეთ, ძალიან ძლიერად გადავჭერი, მაგრამ არათანაბრად ისვრის ტოტებს და ცოტა დაუვარცხნელი ზიერი აქვს. ორიოდე სიტყვით შევეხოთ ვარდს ალიბაბა, მე ეს ვარდი არ მომწონს, მაგრამ არის კლაინბერი. სელექცია, ინგლისური სელექცია 2000-იანი წლების Harkness Roses. ყვავილი დიდი, ორმაგი, თბილი,
ნარინჯისფერ, ვარდისფერი, სურნელი, ტკბილი, თუმცა მსუბუქი, ყვავილობა განმეორებითი, სიმაღლე 2-3 მეტრი, უხვად ყვავის კი ბატონო, მაგრამ აქვს პრობლემა, როგორც ლავსონგს მარეკრის დიდხანს ვერ ინარჩუნებს ფოთოლს, ხუმდება. ახლა შევეხოთ რამბლერებს. ჩემი ეზოს მშვენება არის ივნისში საკმაოდ დიდხანს მოყვავილე რამბლერი, რომლის სახელი სამწუხაროდ არ ვიცით, პატარა კალამი მაჩუქეს და ჩავრგე, შემდეგ მეორე მხარეს გავამრავლე, როგორც ხედავთ, არის თეთრი ფერის, აქვს ესეთი ჩაის ჰიბრიდული ვარდის ფორმა, თითქმის ერთი თვე ყვავილობს. ყვავილობა რო გავახანგრძლივოთ, ცოცხლიდან თოცხლით ვურტყამ და ვყრით ჩამომჭკნარ ყვავილედებს. არის უხვად მოყვავილე, მხოლოდ ერთხელ ყვავის სამწუხაროდ. გადავჭრი ხოლმე დაუნდობლად ყვავილობის მერე, შეიძლება 1-2 ყვავილი აქა-იქ თუ გამოისვრის. მინდოდა მეორე მხარესაც ესეთი ხვიარა ვარდი მქონოდა, შევარჩიე გერლიანდიამური, რომელიც არის კლაინბერი, საკმაოდ მაღალი, მაგრამ რამბლერის ისთვის უცებ იზრდება გრძელ ტოტებს ისვრის, იგი არის მუშკის ჰიბრიდი, კლაინბერია, როგორც გითხარით, 3 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს, მოქნილი ტოტები აქვს და ჯამთელია ხელმეორედ მოყვავილე. გამოხატული მძაფრი პარფიუმის სუნი აქვს. ჩემი უსაყვარლესი ვარდი, რომელიც ვერანდასთან ჩავრგე, ეს არის ედემის ვარდი, ედენ როუზ. მეორე სახელი არის პიერ დე რონსარი. პიერ დე რონსარი იყო შუა საუკუნეების უცნობი პოეტი და მე მგონი ავტორს მეილანდს, რომელმაც ეს ვარდი შექმნა, მოსწონდა ეს პოეტი და სახელი გაუთხა ფაქტიურად ამ ვარდით ვიცნობთ პიერ დე რონსარს და ვიცით რომ პოეტია. ეს ჩემი მეგობარი ხვლიკია. კუდი ისევ სადღაც დაკარგა. ამ შიშარავინ მიად, მაინც როგორ თავხედობს, სუკვერძე მიჯდება ხოლმე ძაღლივით. დაყვალელი. რა გითხრათ, აბა ეს არის ძლიერი კლაინბერი, როგორც ხედავთ, მე ვზრდი ბუჩქად, საკმაოდ კარგად ყვავილობს, ამას თავისი გასხვის თავისებურებები აქვს, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში გაჩვენეთ, როგორ სხლავ, განმეორებადი ყვავილობაც მაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა წელს ახალი ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო, რომ ყვავილობა უფრო ხშირად გამოვიწვიო, როგორც ხედავთ, უხვად მოყვავილეა, სურნელი არ გააჩნია, ნახევრად, შედარებით მდგრადია დაავადებების მიმართ, გარედან აქვს ხოლმე მწვანე, მომწვანო ფოთოლი, შემდეგ კრემისფერი, შიგნით ვარდისფერი, მერე მთლიანად ვარდისფრდება და ბოლოს სიბერის ნიშანია, რომ თეთრდება, მაგრამ ძალიან დიდხანს ძლებს თითო ყვავილი. თან ერთ ყლორზე რამოდენიმე ყვავილი აქვს გამობმული და ამიტომ ძალიან მომწონს მე ეს ვარდი. როზარიუმში, რომელსაც ახლა ხედავთ, გამომრჩა რამბლერი ექსელსა. მაგრამ ეხლა არ ყვავილობს და მიტომ გამომრჩა, როგორც შეგვიძლია გაჩვენებთ მოგვიანებით მოყვავილე ვარდებს ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოში. დღეს დავამთავროთ ვალერინათი, რომელიც არის დაბალი კლაინბერი, უხვად მოყვავილე, მუსკის ტიპის სუნი აქვს, ძალიან ნაზი, მდგრადია დაავადებების მიმართ და ჯერ მთლიან ყვავილობაში ესეც არ შესულა. ამჯერად დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, თქვენი შაბათის მებაღე. კარგად გრძელდება.